როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ძალიან მომენატრეთ და ვერ მოახერხე ვერანაირად რომ თქვენთან გამოსულიყავი ესე მეჭუჭუკა. ძალიან ბევრს ფიქრობდი და არ ჩამითვალოთ უპასუხისმგებლობაში რომ დაგივიწყეთ. რა თქმა უნდა არ დამვიწყები ხართ არც ერთი და იმედია ძალიან ახლოს არ ისმის ჩემი ხმა, ან იმედია კარგად ისმის. მოკლედ, მოდი დავიწყოთ ახლა ჩვენ რა იქნება თქვენ შორის. ყველაზე ესეთი კითხვა არის ჩემ პირადი კონსულტაციებიდან გამომდინარე, მაინც რა იქნება ჩვენ შორის არის ყველაზე მოთხოვნადი და მოდი ზოგადი გაშლების მადლით ვნახოთ რა იქნება თქვენ შორის და რა თქმა უნდა ყოველთვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის მოკითხვისთვის და მოკლედ რომ ასე ველოდებით კოცნით ბევრს და რა თქმა უნდა მინდა იყოს ყველა ბედნიერი რა იქნება ვნახოთ აბა ასე რა იქნება თქვენ შორის ღმერთო ჩემო, თქვენ შორის ალბათ ისეთები თუ მიყურებთ, სადაც დასასრული გონიათ, ყველაზე ვერ ვიტყვი ახლა რა თქმა უნდა, ზოგად გაშლებში, მაგრამ თქვენ თუ ინტუიციურად გრძნობთ ახლა სიტუაციას რომ აღწერ, როგორ ხართ, მაშინ გამოიტანეთ დასკვნები და იქიდან მიიღეთ თქვენს თავს. ანუ თქვენ ახლა ხართ ძალიან საკუთარ თავთან უხერხულ მდგომარეობაში. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ თქვენ ხართ ემოციურ ბლოკებში. არც ფიქრი გინდათ, მაგრამ ფიქრიც არ განებებთ თავს. ეს მარტო ამ ურთიერთობას არ ეხება, ზოგადად შეიძლება საერთოდ ყველაფერმა შემოგიდიათ და აქედან გამომდინარე ხართ ასე. საერთოდ არ იცით და ვერ ხედავთ ამ ურთიერთობაში თქვენს თავს, დაკარგული ხართ, დაბნეული ხართ და მოკლედ ძალიან უაზროვანია თქვენი ამ ურთიერთობაში თუნდაც დარჩენა. ან ვიცი, დაფიქსირება ისე როგორც შეგიძლიათ. რაც შეეხება რა იქნება თქვენ შორის, აი აქ ამოდის ძალიან კონკრეტულად რომ ემოციით და გრძნობით ეს ადამიანი მოვა თქვენთან, რომელიც არის, რა თქმა უნდა, წარსულიდან, უფრო წარსულიდან, ხა კი არა, უფრო რაღაცა გამოჩნდება. ანუ ეს ადამიანი მოვა წარსული ფორმატით. უფრო ოღონდ წარსულში შეიძლება სხვა მცუდი რამ გააკეთა, მაგრამ კონკრეტულად ამან კარგი გააკეთა თქვენთან. იმ კუთხით, რომ აი გრძნობა ქონდა, ყურადღება, ემოცია, აი ამ ემოციით დაბრუნდება. თქვენთან ყველაფერი იქნება, როგორ იცი, სასიამოვნოდ, მაგრამ აი რას ვერ ვხედავ, რომ ამ ადამიანმა აი რო იტყვიან, აი ბიჭი და მამაკაცი, ხო აი ბიჭის ქცევებით არის ემოცია, გრძნობა, სიტყვები, მაგრამ არათუ ის მაგალითად დანაპირები, მოქმედება. ასეთი მოქმედება ამ პიროვნებას რატომღაც არ უჩანს. მოდი ვნახოთ რა არის მიზეზი კონკრეტულად, რატომ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს მამაკაცი. ეს არ არის მისი კომფორტის ზონა. ნუ მოკლედ განა არ შეუძლია, უბრალოდ არ უნდა ეს. ეს არ არის მისი კომფორტის ზონა და საერთოდ არ თulis საჭიროდ რომ რეალურად გადმოდგას ესეთი ნაბიჯები თქვენთან. თქვენ მაინც აი თუ ახლა გასული არა ხართ, ან შეიძლება უკვე გადიხართ ურთიერთობიდან, თორემ მაინც გახვალთ ზუსტად იმიტომ რომ არ აკეთებს იმას, რაც თქვენ გინდათ. ეს არ არის ის, რაც თქვენ გინდათ. ძალიან განმარტოვებული ხართ და ამ განმარტოვებაში იმის მაგივრად რომ ძალები მოიკრიბოთ, აცნობიერებთ რომ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ ყველაფერს გავუძლოთ ჭყალებში, მაგრამ ეს ძალები ნელ-ნელა გიკარგება. თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ამ ურთიერთობიდან გასვლა. აუცილებლად. რომ აღედგინოთ ის ძალა, ის ხარისხი, რომელიც თქვენს ხასიათშია. ამის შემდეგ რომ ყველაფერს აღადგინეთ. საერთოდ ძალიან ბევრი კითხვები მოდის ამაზე და მინდა რომ ცოტა ხაზგასმით თქვა. ანუ ამის მერე მე რო წავალ, მე რას იზამს? ანუ შენ როდესაც ძალას მოიკრებ, შენ როცა ხარისხიანი იქნები, შენ როცა მაგარი იქნები, თუ კიდევ გაინტერესებს ის რას იზამ, ესე იგი
უხარისხო ყოფილა ეს ყველაფერი. მე ჭვიმეპარება რომ ასეთ ადამიანმა როცა გამძლეობის მერე ფეხზე დადგება მაგარი იქნება და კიდე ამასთან მიტრიალდება, აქედან არაფერი არ გამოვა. მოდი ვნახოთ, მაინც რა სიზამს ამის მერე. ზომიერებაში იქნება. ისე რიენტასია, თქვენ გადიხართ, მაინც გინდა გაძლიერდი, გინდა არ გაძლიერდი, არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ მაინც 200-როვანია ეს ყველაფერი და მაინც როგორ მომენტი იცი კი გადიხართ, მაგრამ ეს არ არის წერტილი. აქ უნდა მიხვდეთ იმ მომენტს, რომ თუ გადიხარ, უნდა გახვიდე ბოლომდე, იმიტომ რომ მე მაინც გექნება. ზუსტად შემოგატრიალებს, რაღაცა აქვს ისეთი, რომ გატრიალებს თავისი სიტყვით მოქმედებით, მართლა რომ ყველაფერი ძალიან რეალობას გავს და რო იტყვი, რომ არა ამის მერე ეს ადამიანი აუცილებლად რაღაცას იზამს. და ზუსტად ეს მომენტია, გოგონებო, რომ შეიძლება არის დიდი შანსები, რომ შემოტრიალდეთ მერე. მაგრამ აქ არ ხართ თქვენ კარგად. ხანისე. მიჯაჭვილობა აქვს, როგორც პერიოდული მიჯაჭვილობა აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ და არ იძირება ამ ყველაფერში. რაც მთავარია. გაუშვით ეს ადამიანი და გაუშვით ეს სიტუაცია. მე ყველას გელოდებით კომენტარებში. ძალიან მიყვარხართ და დროებით.